გამარჯობა თეორიო, დღეს ჩვენ დავარიაქტებთ საშიში ვიდეოებს. ეხლა მივარჩევ რადგან ჯერ არ მომიწოდებია თქვენთვის ინფორმაცია, რომ თქვენ უნდა ჩამოიტანოთ ვიდეოები და ასე შემდეგ. და დღეს მივარჩევ ვიდეოებს და ეს არ ამგონია იყოს დიდად საშიში. და შევუდგეთ მოდით პირველ ვიდეოს. პირველს რა სამი მაკდონალდსის საშიში ანიმაცია. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში ან დამილინკეთ კომენტარებში ან დაწერეთ სახელი და ზუსტად აი მაგ რასაც დამილინკავთ ან მომწერთ სახელს, აი მაგ საშიში ვიდეოს გადავიღებ. უბრალოდ უნდა იყოს 5-დან 6 წუთამდე. ან რა ვიცი, მაქსიმუმ 10 წუთი. მაგრამ ყველა 10 წუთიანებს ნუ შეაგროვებთ. კარგი, შევუდგეთ ვიდეოებში ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით. კარგი. მედია კარგად. მე ქირით ვცხოვრობ ჩემს საუკეთესო მეგობარ ჯილთან ერთად. მე და ის სკოლაში ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით. შემდეგ სკოლაში ჩავაბარეთ ერთად, ხოლო ახლა თანამშრომლები ვართ ერთ კომპანიაში. ხალხი გვეუბნება, რომ მისაბაძი მეგობრობა გვაქვს და შეუძლებელია, რომ ვიღაცამ ერთმანეთს დაგვეშოროს. მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ჩვენი მეგობრობა ჩვენ სიცოცხლეს გადაარჩენდა. ზამთრის სეზონის დასაწყისი იყო. მე და ჯილი სამსახურიდან დატვირთულების სახლისკენ მივდიოდით. წვიმის ატმოსფერო გზას მისტიურს ხდიდა. იმ დღეს ბევრი სამუშაო გქონდა და ბოლოს 3 საათის უკან ვჭამეთ. ამიტომ ძალიან მშივრები ვიყავით. და გადავწყვიტეთ, რომ უცბად აი ამ ადამიანს ძალიან კარგი ისენი აქვს საშიში ანიმაციები. დონატში შეგვეულო. მას ამ დროს მხოლოდ ეს რესტორანი იყო ხელმისაწვდომი. და საინტერესოა. როცა პარკინგთან მივედით, ვნახეთ, რომ რესტორანი ცარიელი იყო. აუცილებლად ჩამივედით თქვენი ვიდეოები. მანქანა ახლოს დავაპარკინგე და გადავედით. აბა ამ ხანე ახლა ვინ იქნება? ანუ ხამე რატო გადაწყვეტეს? ჩვენს მარჯვენა ნაგვის ფურნასთან დავინახეთ რაც ტიპი დონატის ფორმაში. შეიძლება დასულებულად. სადმე სახში და ჩაი დაელიათ. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და უეცრად მან საშინელი ღიმილი შემოვხედა. სახე შევატრიალე და რესტორანში შევედი. როგორც გარეთ, არც შიგნით არ ყოფილა არავინ. რესტორანი აბსოლუტურად ცარიელი იყო. ცარიელი იქნება, ამ ხანებში იქნება. ამის პირველ საათი გიჟები არიან. მგონი ეს ორი უფრო გიჟია ვიდრე. გამარჯობა, 2 ჩიზბურგერი გვინდა. 2 მაკმაფინი და კოლა. რა უნდა ხამის 2 საათზე. მოლარემ გაკვირებული სახით შემოხვედა. თითქოს არ ელოდა ორ გოგოს ასეთ დროს. მეტი არაფერი? ის უხერხულოდ გვეკითხება. დიახ, მე უთხარი. მან ხელი მაგიდისკენ გაიშვიდა, სადაც უნდა დავჯდარიყავით და თქვა: შეგიძლიათ იქ დასხდეთ, თქვენი შეკვეთა მალე იქნება. მოლარე სამზარეულოში შევიდა. მარტო ერთი თანამშრომელი არ გამოვიდა. ჩვენ დავჯერდით და ვლაპარაკობდით. გარეთ ის ტიპი შენს დაინახე? რომელი? აი ის ნაგავს რო ყრიდა. არა, არავინ დამინახოს. ბოდიში ალბათ გადავიღალე ცოტა. კი, გადაიღალე. არ შემეძლო არ დავთანხმებოდი. 10 წუთი გავიდა. მოლარე ტელეფონში იყურებოდა. ჩემი მოთმინება ივსებოდა, რადგან ვიცოდი, რომ ჩვენ შეკვეთას დიდი ალბათობით ის საშინელი ტიპი ეკეთებდა. და რა თქმა უნდა, მართალია. რამდენიმე წუთში იგივე ტიპის ალაუსთან დაბრუნდა და მოლარეს რაღაც ჩარჩურჩულა. ორივე დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა. შემდეგ მოლარე ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: უკაცრავად, მაფინები აღარ გვაქვს. შეგვიძლია ფრით შეგიცვალოთ. ჯილმა უპასუხა: კარგი, ოღონდ ცოტა სწრაფად. მოლარემ მადლობა გადაგვიხატა გაგებისთვის. შემდეგ ის საშინელი ტიპის შემოსასვლელ კართან მივიდა. და კარი გასაღებით ჩაკეტა და შემდგომ აბრა შემოატრიალა. აი ასეთ რაღაც შუის. მგონი ესეც საკმარისია რომ გაიქცე. იმედია გაიქცევიან. რა ხდება? პანჯარს გაავტრავე. მე ვიკითხე. მოლარემ გაიღიმა და გვითხრა: არ ინერვიულოთ, ეს გასაღები კარებს მხოლოდ გარედან კეტავს. თქვენ ჩვენი ბოლო მომხმარებლები ხართ. ხო, მაგრამ ჩვენ რო წავსულიყავით, მერე გექნათ ეგ ჩაკეტვა. არ ინერვიულოთ, მე და ჩემი თანამშრომელი უკანა კარებიდან გავდივართ.
სულ ეგრე ვიქცევით, როცა ბოლო მომხმარებელი წინა კარგი რატო არ გახვიდე? რატომ არ ვიცი. მოდის. ჯილმა და მე ერთმანეთს შევხედეთ, გაკვირებულებმა. ჯილი ადგა და მოლარეს უთხრა. ამ ტიპის საჭმელს წავიღებთ. ძალიან დამღლელი დღე გქონდა. ამიტომ ჩავგვილაგეთ და ისე მოგვეცით. უეცრად მოლარის სახე შეეცვალა და დაბალი ტონით გითხრა. ეხლა ნერვიულობს მქონი რომ აქ მოიცადეთ და მოგიტან შეკვეთავს. როგორც კი შევიდა, მაშინვე შემოსასვლელ კარებთან მივედი გასაღებად. ესე რო ეჩაჩქურებ პროსტა. ჩემში შები მართალი აღმოჩნდა. კარები დაკეტილი იყო. უეცრად შუქები გამოირთო და სიბრმით ჩამოწვა. ორივე შევშინდით, ის გაგებით თუ რა განზრახვა გქონდათ ამ ორს. ტელეფონები ამოვიღეთ და ფლეში ჩავხდეთ. როგორც კი ამანთე, ჩემს წინ ყველაზე საშინელი სახე გაჩნდა. ოიბრი. ის შემზარავი კაცი, რომელიც გარეთ იყო, ახლა ზუსტად ჩემს წინ იდგა. მისმა ხმამ აღარ მასუნთქვა სრულიად შემზარა. ბიჭო, რატო არის? რა გაიქეცი? დავიშოკე რომ ყვირილიც დამავიწყდა. გაიქეცი. ჯილი თავის ჯიბეში ტელეფონს ასე ეძებდა. დგას, იდგას, რომელიც შეიძლება მოგკლას. გიდგას ესე და უყურებთ მასე. რომ ელოდებით რომ შეგჭავს თუ გაიქეცით. მესმის რომ შოკში ხარ, მაგრამ უნდა გაიქცი. შანდაბო ვერაფერს ვერ ხედა. შეგიძლია შენი ფანარი მომინა. მას სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან მე შემოვხედა და დამინახა რომ იმ ტიპის წინ ვიდექი. მან ბოლო ხმაზე დაიყვირა და უეცრად უკნიდან იმ მოლარემ დააფარა პირზე ხელი. ვიცოდი რომ საშინელ რაღაცას გვიპირებდნენ და ვერავინ მოვიდოდა ჩვენ საშველად. ბიჭო, წადი, არ ვიცი საიდან მოვიგრიბე, ძალა და გამბედაობა. დაარტყი. სანამ მე ჯილსავით დამიჭერდნენ, უეცრად ციხებში ვამოვარტყი. ის დაბლა დაეცა და ყვიროდა. აფარი შეცახლები. ჯილმა დაინახა ეს ყველაფერი და კაც ხელზე უკბინა. მან ყველისგან ხელი გაუშვა. ჩვენ წუთით სადღაც დაგავს. ტელეფონი ავიღე და ჯილს უთხარი რომ უკანა კარებიდან წავსულიყავით. საბედნიეროდ კარი ღია იყო. ცრემლები მომდიოდა. ჯილი შიშისგან გაფითრებული იყო. მანქანა დაგუქა და იქიდან წავედით. წადი. ხოლო უკნიდან იმათი ყვირილი გვესმოდა. წადით. არასდროს დამოვიწყდება ეს გამოცდილება. ყველაფერი პოლიციას უთხარით. ისინი ახლა ციხეში არიან, მაგრამ გაფიქრებაც კი მზარავს იმაზე თუ რა მოხდებოდა. იქ ორის მაგივრად ერთი რომ ყოფილიყავით. დედა მოკი. ისტორია. ეს სადღაც 2006-ში მოხდა, როცა მე 11 წლის ვიყავ. კაი, ესენი არა დედათ ისეთი შეშემდა. გადავიდეთ შემდეგ ანიმაციაზე და ვაპაუზებ სანამ ავარჩევ. ნახე რაღაც ანიმაცია, რაღაცა. მაკდონალდსის კლოუნი. კაი, მაკდონალდს გადავაკიდეთ. უკვე. კაი, მაკდონალდს გადავაკიდეთ, ესე იგი. კაი, დავაბოლოთ მაკდონალდს. ეს ბოლო ვიდეო იქნება. მარტო ორი ვიდეო იქნება. მაგრამ ვიდეოში ჩავსვამ სამ ვიდეოს. წუთიანებით ვიყო ყველაფერი. მე ლუკა მქვია. ჯერჯერობის სკოლაში ვსწავლობ. ორი მეგობარი მყავს, მაქსი და ტატო. ისინი არა მხოლოდ ჩემი კლასელები არიან, ისინი ჩემს ქუჩაზე ცხოვრობენ. მაქსს ჩვევაქვს რომ ყველას დაასწინოს. ვიცი ეს კარგი საქციელი არაა, ხანდახან ეს ბუნიკითაც სრულდება. იმის მიუხედავად რომ ვეუბნებოდით რომ ეს არ იყო კარგი საქციელი, ის ყოველთვის აიგნორებდა ჩვენს რჩევას. მაგრამ იმის გამო რომ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და ცუდ დროს ყოველთვის გვერდში გვედგა, მას ეს საქციელი გაუტარეთ, სანამ ეს არ მოხდა. მოკლედ წინა თვეს მოლში წავედით. ეს რა? იმ ზონაში ვიდეო თამაშების მერე სამივეს მოგშვიდა და გადავწყვიტეთ რომ მაკდონალდსში გვესადილა. მენიუ შევუკვეთეთ და დავსხედით. იმ დღეს ბევრი აქციები და ფასდაკლებები იყო. კომბო 3 წელი. ასევე იქ შევნიშნეთ მაკდონალდსის კლოუნი. მოიცა. ნაის ფასები. კომბო 1 ის 12 დოლარი. კომბო 2 ის $10. კომბო 3 იღეთ 12 და კომბო 4 ის $10.
არაფერს არ ვიტყვი ამას. ასევე იქ შევნიშნეთ მაკდონალდსის კლოუნი. ხო, დებილი ვარ მეც. ხო. რეებს ვაქციონებს. კომბო სამი როა. აქციები და ფასდაკლებები იყო. რეებს ვაქციონებს. ასევე იქ შევნიშნეთ მაკდონალდსის კლოუნი. რომელიც შესასვლელთან იდგა და შემოსულ სტუმრებს ხელს უხნევდა. კლოუნი სასაცილო სახეებს იღებდა და ბავშვებს ბუშტებს შუქნიდა. ტატომ თქვა: გახსოვს მაქსმა პატარობაში კლოუნი რომ დაინახა და ტრილი დაიწყო. ახლაც შეშინია. გახსოვს მისი შეშინებული სახე. შემდეგ სიცილი დავიწყეთ. ეს დავალხმაზე თქვით, მაგრამ მაქსმა მაინც გაიგო და ცუდად მიიღო. მან გითხრა: უბრალოდ შეშინებული ვიყავი. უსიამოვნო იყო ჩემთვის შემეხედა ადამიანისთვის, რომელიც ასე საშინლად იყო ჩასმული და მაიმუნივით დახტოდა. ხო, აბარა, თითქოს იქ არ ყოფილვართ. არ მინდოდა ჩხუბი დაგვეწყო, ამიტომ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. ჭამას მორჩით და წამოვედით. კარებში სანამ გავიდოდით, კლოუნი შემომჩნიე. მან ჩვენთვის ბუშტების ჩუქება გადაწყვიტა, მაგრამ მაქსმა ისევ ხაზი გადაკვეთა. მან კლოუნს ბუშტი გაუხერხა და უთხრა: შენთვის პატარა ბავშვი ვარ? იცი რომ სასაცილოც კი არ ხარ. ეგ არ უნდა გიქნა. დავინახე კლოუნის სახე ეგრევე შეიცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ სიფრაზე ძლივს იკავებდა. ისე რომ დაგიევშევა. ალბათ იმიტომ, რომ სამსახური არ დაეკარგა. ესეთი ამბები ცუდად სრულდება. მან პატარა ხმით გითხრა. კიდევ შეხვდებით. მაქსი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამჯერად გავაკავეთ და მაკდონალდსი ეგრევე დავტოვეთ. როცა მოლიდან წამოვიდით, მაქსს უთხარი: რათა გიმართა ძმაო? უბრალოდ ხუმრობდა. ტატო დავეთანხმა და თქვა: მართალია მაქს, ეგრე არ უნდა ელაპარაკო ადამიანებს. მაქსმა რა თქმა უნდა უარყო და წავიდა. ბულინგი. მე და ტატო კი ვიჯექით და უყურებდით მაქსი როგორ მიდიოდა. შემდეგ ტატომ მითხრა: წამოდი კოტე, ხომ ის დაბრუნდება, როცა გადაუვლის. შემდეგ დღეს მე და ტატო საუბრობდით სკოლაში. შემდეგ მაქსი მოვიდა. ჩვენ უხეშად გავუღიმეთ. მაქსმა წყნარი ტონით თქვა: კარგი, ბოდიშით. ახლა შეგვიძლია ბუფეტში წავიდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა მივიღეთ მისი ბოდიში და წავედით. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პარკში წავსულიყავით დროის გასაყვანად. იქ ძალიან ბევრი ატრაქციონი იყო. ჩვენ დავდიოდით. ჩემი ყურადღება კი რაღაცა მიიპყრო. მაცლი გავიხედე და დავინახე მაკდონალდსის ვაგონი. ისინი ბურგერებს და კარტოფილს ყიდნენ. მე გახარებულმა უთხარი: ნახეთ, წავედით ბურგერები ვიყიდოთ, სანამ სახლში წავალთ. ვაგონთან მივედით და ვიყიდეთ. როგორც კი შემოტრიალდი, ტანში ჟრუატელმა დამიარა. იგივე კლოუნი, რომელიც წინაზე ვნახეთ, ახლა ჩვენს წინ იდგა, შემზარავი ღიმილით. ერთმანეთს გაკვირვებულებს შევხედეთ. შემდეგ კლოუნმა მაქსს უთხრა: აი, ხომ გეუბნებოდით, რომ შევხვდებოდით? მაქსის სახედან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შეშინებული იყო. შემდეგ თქვა: ხო, მართალია, წავიდეთ აქედან. გასასვლელისკენ მივდიოდით, როცა ტატომ თქვა: კიდევ გიყურებს? ეს რა საუნდია, ბიჭო? ეს რა ხმა? ეს რა? გიყურებს? უთხარი რომ უბრალოდ აქედან წავსულიყავით. როცა გასასვლელთან მივედით, კიდევ უკან მივიხედეთ, მაგრამ კლოუნი იქ აღარ იყო. მაქსმა თქვა: ბოიცა. უთხარი რომ გიყურებს? წეღან. ხო, მართალია, წავიდეთ. დილა იყო. წავიდეთ აქედან. უთხარი რომ უბრალოდ აქედან წავსულიყავით. როცა გასასვლელთან მივედით, კიდევ უკან მივიხედეთ, მაგრამ კლოუნი იქ აღარ იყო. მაქსმა თქვა: თელი საღამოა აღარ. დავწყნარდებოდი ამ ამბით, რომ მორჩენილიყო ყველაფერი. ხალხის უმრავლესობა ისევ პარკში იყო, ამიტომ ქუჩაში არავინ დადიოდა. ღამე ჩემ მოგვიპარა, ამა კი სიარული უფრო საშიში გახადა. თავში სულის კლოუნი მიტრიალებდა. საშიში გახადა. თავში სულის კლოუნი მიტრიალებდა. როგორ დაემთხვა, რომ აქაც იგივე კლოუნი დახვდა. გული იმედოვნებდა, რომ უკან არ მოყვებოდა. ყოველ წუთს უკან მხარეს ვამოწმებდით. ქუჩაში ერთი ადამიანიც კი არ იყო. მოკლე გზით გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით, რომელსაც უფრო ბნელ ქუჩაზე მივყავდით. როცა შევუხვიეთ, ვიღაცის ნაბიჯები გავიგეთ, მაგრამ გზაზე ვერ ავიდეთ.
დაუსწრაფეთ, მაგრამ როდესაც წინ წავედით, ჩვენმა გულმა თითქოს ფირქვა შეწყვეტა. წინ იდგა ის კლოუნი პარკიდან. ის გზას გვიბლოკავდა. დასამარეთ, დავაი მოკანე. ჩვენ შორის სადღაც 10-15 მეტრი იყო დაშორება. სემე. ამ გაიქეცი. მან ჩაიძინა და თქვა: გაიქეცი. იმ დღეს რა დავიძახე? მაქსი პანიკაში იყო და თქვა: სასაცილო არ. არაფერი დაგვიშაო, შეშლილო. თორემ თორე რა? თორე რა, ძველი ბიჭია რა. თორე რა? თორე რა. კლოუნმა უთხრა და სიცილი დაიწყო. მე და ტატო გამუნძრევლად ვიდექით. ფიქრობდით რა უნდა გვიქნა. სემეთ. როცა მაქსმა სახიფათო რამ გააკეთა. მან ქუჩაზე დაგდებული ცარიელი ბოთლი აიღო და კლოუნს ძლიერ ესროლა. შეგენათო. კლოუნს თავში ისე ძლიერად მოხვდა ბოთლი, რომ ნასხვრეულად დაიშალა. მე მაქსს დაუყვირე, თუ რა გააკეთა. მაქსმა კლოუნს უთხრა: და ეს როგორ მოხდოს, გიჟო? ოპა. მას ტკივილისგან არც კი დაუყვირია, არც განძრეულა. გაიქეცი. უბრალოდ იქ იდგა. თავში მოარტყი ბოთლი. ძალიან წარეთ. თავჯერ სასლიმოთი და არაფერს არ აკეთებს ეს კლოუნი და შენ კიდე დგახარ და ელოდები. შემდეგ ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო. მისი შვილიდან სისხლი ძლიერ მოდიოდა. მე მას ვუთხარი: გთხოვ, უფლება მოგვეცი, რომ საავადმყოფოში წაგიყვანოთ. ეს დიდი გაუგებრობა იყო. მაგრამ კლოუნმა თავი ასწია და მისი ტირილი შემზარავ სიცილად გადაიქცა. შემდეგ მან ბოთლის ნატეხი აიღო და თქვა: ანუ გინდა სასაცილო რამე ნახვა რა, მაქს? ახლა უკვე ყველა პანიკაში ჩავარდით. გული ისე ფეთქავდა, მეგონებოდა რომ სადაც არ გასკდებოდა. არავინ არ იცოდა ახლა რას მოიმოქმედებდა. შემდეგ კლოუნმა ბოთლის ნატეხი პირში ჩაიდო. მისი ღეჭვა დაიწყო. გაიქეცი შეგევა. არ ვიცი ამაზე საზარელი ხმაუდეს მე თუ გამიგია. მესმოდა მის პირში კბილებით როგორ ტყდებოდა შუშის ნამსხვრევები. სინაზე. შემდეგ ისევ გაიცინა და თქვა: ახლა სასაცილო ვარ, მაქს? ვარ? ტატომ გითხრა რომ უკან გაქცეულიყავით. ისე სწრაფად გავუკვირდით რომ არც ერთს უკან არ მოგიხედია. მაგრამ კლოუნის ხმა ისევე ქოსავით ჩამოსმოდა ყურში. რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ პარკის შესასვლელთან მივედით. იქ კიდევ იყო ხალხი, რომელმაც ჩვენ მშობლებს დაურეკა. უსაფრთხოდ სახლში დაუბრუნდით. მამა ჩემი პოლიციაში წავიდა, მაგრამ დღესდღეობით ის კლოუნი ვერ დაიჭირეს. პოლიციელებმა ასევე გამოკითხეს მაკდონალდსის მფლობელს კლოუნის ინფორმაცია, მაგრამ მფლობელმა გაიკვირვა და უთხრა, რომ მათთან კლოუნები დიდი ხანია აღარ მუშაობდნენ. What the fuck? დღესდღეობით მაინტერესებს. ახლა